თუ მოდა და არქიტექტურა გიყვარს, ეს უნდა ნახო. დიორის ახალი კოლექცია ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით ნამდვილად კულტურული და არქიტექტურული განაცხადია. ლუევეში კულტურული კურატორის გამოცდილებით ანდერსონი ახლა დიორის სახლის 80-წლიან ისტორიას აგრძელებს. შოუ მოეწყო სპეციალურად აგებულ სივრცეში, სადაც სტუმრებს ჭერიდან გადმოშვებული შებრუნებული პირამიდა დახვდათ. ეს კონსტრუქცია დიალოგშია არქიტექტორ იომინგ პეის ლუვრის პირამიდასთან. იტალიელი რეჟისორის ლუკა გვადანინოს, დეკორატორის სტეფანო ბაიასის ერთობლივმა ნამუშევარმა სივრცე არქიტექტურულ თეატრად აქცია. შოუს დაწყებისთანავე ეს მონუმენტური სკულპტურა ეკრანად ტრანსფორმირდა. მასზე გადიოდა ბრიტანელი დოკუმენტალისტის ადამ კერტისის ფილმი საარქივო კადრებით, რომელიც დიორის თითქმის 80-წლიან ისტორიას ეძღვნება. ამით ანდერსონმა მოდის სახლის წარსულისადმი მისი პატივისცემა და ემპათია გამოხატა. ფილმის დასასრულს ეკრანის კადრების სწრაფი ცვლილების შემდეგ თეთრად განათდა, რითაც სიმბოლურად ახალი დასაწყისი გამოცხადდა დიორის სახლისთვის. სწორედ ამ სუბთაფურცელით დაიწყო ახალი სილუეტები. ანდერსონმა დიორის კოდები მკვეთრ და თანამედროვე სტილში წარმოადგინა და მას მისი ნიუ ლუკი დაარქვა. ეს ჩვენება საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება არქიტექტურით ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი. მეტი არქიტექტურული ინსპირაციისთვის არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი.